მოგესალმებით, დღეს 15 სექტემბერია და ვიწყებთ ორშაბათ დღეს, პრინციპში უკვე ჯერ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დილას დღის ნიუსრუმთან ერთად, რომელსაც დღეს ლელა ბაღდავაძის ნაცვლად მე რომა რატიანი წარუძღვები საინტერესო სტუმრებთან ერთად ყველაზე აქტუალურ და საინტერესო პოლიტიკურ საკითხებზე ვისაუბრებთ. ჩვენი გაცემის პირველი ნახევრის სტუმარი იქნება ვალერი ჩეჩელაშვილი, გეოპოლიტიკური კვლევების ანალიზის ხელმძღვანელი აღნიშნული ორგანიზაციის და ვიდრე დავიწყებთ მასთან საუბარს, მოდით ვნახოთ მოკლე ერთწუთიანი საინფორმაციო კოლაჟი, რომლის შემდეგაც პირდაპირ ეთერში დაგიბრუნდებით. დღეს სკოლებში პირველ კლასელთათვის პირველი ზარი ირეკება 15 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველ კლასში 42000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას. განათლების სამინისტროს ხელშეწყობით საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველ კლასელები და მათი დამდეგებლები მიიღებენ პორტაბელურ კომპიუტერებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უწყებამ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მიმართვის საფუძველზე საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. მათი ოცნობით შეტყობინების თანახმად აღნიშნული ქმედება კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჩაიდინა. საარჩევნო ადმინისტრაცია მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს. დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში. მაშ ასე გებრუნებით ეთერში, ვნახეთ მოკლე საინფორმაციო კოლაჟი. ახლა კი შეგვიძლია გავაგზავნოთ ეთერი სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელთან, ყოფილ დიპლომატთან, ბატონ ვალერი ჩეჩელაშვილთან ერთად საუბარი. მოგესალმებით, ბატონ ვალერი. ბევრი ამბავი მოგროვდა, ასე რომ ვთქვათ, რაზეც შეიძლება საუბარი, ვიხილეთ ოპოზიციონერების და მათ შორის ქართული ოცნების ყოფილი წევრების დაკავებების სერიაც, ასევე შესაძლო გაგრძელდეს ეს დაკავებები მოკლედ კასკადი და ასევე ვნახეთ საპროტესტო აქცია გასულ შაბათს, რომელიც მანამდე დიდი ხნით ადრე იყო დაანონსებული და საგარეო ველზეც ბევრი საინტერესო ამბავია. მოდით დავიწყოთ შიდა ამბებით და დაკავებებზე, რომ თქვენი შეფასება მოვისმინოთ. ბატონი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დააკავეს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით და ამასთან დაკავშირებით ისმის მოსაზრებები, რომ შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს ქართულ ოცნებაში შიდა კლანურ დაპირისპირებას. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას და ზოგადად როგორია თქვენი შეფასება აღნიშნულთან დაკავშირებით? გარედან ესე ჩანს, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ქართული ოცნება ხომ არის ძალიან ჩაკეტილი პოლიტიკური სისტემა. რაღაც ინფორმაციები ჟურნალს, რაღაც ჭორებსაც ვისმენთ, მაგრამ რეალურად თუ რა ხდება ქართულ ოცნებაში, ამაზე რთულია რაღაც დასკვნების გაკეთება, მაგრამ ერთი რამე კი არის, რომ ეხლა მინისტრი თან თავდაცვის მინისტრი არის ძალიან სერიოზული ფიგურა. და მისი დაკავება იმას ნიშნავს, რომ რაღაც წინააღმდეგობები შიგნით ქართულ ოცნებაში ნამდვილად არის. და ალბათ ეს უკავშირდება იქიდან გამომდინარე, რომ ბატონი ბურჭულაძე არის ძალიან დაახლოებული პირი ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილთან. ეს უკავშირდება ალბათ ყოფილ პრემიერ-მინისტრის ფიგურას. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ამითი არ დასრულდება ეს პროცესი. უბრალოდ საკითხავი ის არის, ეს მოხდება ვიდრე 4 ოქტომბრამდე, რომელიც არის გარკვეულწილად საკრალური თარიღი, თუ 4 ოქტომბრის შემდეგ, ვინაიდან ქართული ოცნებაც ალბათ ფიქრობს იმას, რომ ანუ ეს თუ გაგრძელდა ეს პროცესი, ეს იქნება სერიოზული აყირავება პოლიტიკური ვითარების და მათი, ასე ვთქვათ, წინასაარჩევნო პოზიციების შესუსტება. და ამით იქნება განპირობებული ეს გადაწყვეტილება, თუ არა ეს, ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად არ არის ამ ჯარში ბოლო რგოლი.
და ასევე ამავე დღეს დააკავეს ლევან ხაბეიშვილი, ცხადია მისი საქმე აბსოლუტურად სხვა მეორე მხარეს დგას ბურჟუაზიასთან შემხელობა არ ქონდა, თუმცა ერთი რითაც შეიძლება ეს ორი ადამიანი ერთმანეთს დაუკავშიროთ არის ის, რომ ლევან ხაბეიშვილი რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე კვირით ადრეც მან გარკვეული პროგნოზები გამოთქვა საზოგადოებაში იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა გაღვივდა რაღაც შიდა დაპირისპირება მართლ პარტიაში და ამას მოყვება დაკავებებიც კიო, ამბობდა ლევან ხაბეიშვილი, მაშინ მისი ნაკლებად შეეროდათ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, თუმცა რეალურად მოგვიანებით მისი გარკვეული პროგნოზი გამართლა კიდევაც, თუნდაც ჯუანშერ ბურჭულაძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით, მანამდე მან თქვა, რომ გაათავისუფლებდნენ გრიგოლ ლილუაშვილს, ვახტანგ გომელოვს და რეალურად ვნახეთ რაც მოხდა. რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს მისი დაკავება სწორედ აი ამ პროგნოზებს და ზოგადად რა შეიძლება ითქვა სამომავლოდ სადამდე მივა ეს ტენდენცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებისა. Ну, ყოველ შემთხვევაში დღეს ჩანს, რომ რა პროგნოზიც არ გააკეთა ბატონმა ლევან ხაბეიშვილმა, ყველაფერი აღსრულდა. ხო და ეხლა ეს იმის დასკვნის საფუძველს წარმოადგენს, რომ ბატონ ლევანს აქვს რაღაც ძალიან სერიოზული ინფორმაციის წყაროები საკუთრივ ქართული ოცნებიდან. ეხლა იყო ეს საფუძველი დაკავების თუ არა, ეხლა ეს მეორე საკითხია და მე ეხლა სამართლებრივ ანალიზს არ შეუდგები, ჩემზე გაცილებით უფრო კარგად მომზადებული სპეციალისტები ამასთან დაკავშირებით ძალიან დამაჯერებლად საუბრობენ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ნიშნავს ერთი იმას, რომ ქართული ოცნება ძალიან მყარად ვერ გზნობს საკუთარ თავს და გარკვეული, ასე ვთქვათ, შიშებით ამოძრავებს და მეორე, რომ ამ დაკავებებით ოპოზიციურ სპექტრში ის აღრმავებს პოლიტიკურ კრიზისს შიგნით ქვეყანაში და ართულებს ჩვენ ურთიერთობებს ჩვენ სამწუხაროდ უნდა ვთქვა ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორიც არის ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები, იმიტომ რომ ასეთ დაბალ ნიშნულზე სამწუხაროდ ჩვენი ურთიერთობები არც ბრიუსელთან და არც ვაშინგტონთან არ ყოფილა. და ვაშინგტონთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ 2 დღის წინ ნახეთ ირაკლი კობახიძის ინტერვიუ TV-იმედთან, მან ისაუბრა ბევრ საკითხზე და მათ შორის ერთ-ერთი რა კითხვა ნახსენეთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები, მან თქვა, რომ მეგობარი აქტის მიღება ფაქტობრივად შეჩერდა, ვუტრირებ მის სიტყვებს, რომ შეიძლება ასე არ უთქვამს, მაგრამ ფორმულირებაში ნაარსით დაახლოებით ეს იყო და მანვე გამოთქვა მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განახლებასთან დაკავშირებით, ანუ დავიწყოთ ახალი ფურცლთან ურთიერთობა შტატებთანო, რამდენად გვაქვს ამის რესურსი როგორც სახელმწიფოს და აი ბოლო მოვლენები რამდენად იძლევა მის წინაპირობას, რომ ჩვენ გქონდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის აღდგენის ამბიცია. ერთი მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ დამოკიდებულებას, რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გადავხაზოთ ის პოზიტიური, ანუ 33 წლიანი უფრო მეტი კიდე თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომლის შედეგადაც ჩვენ მივიღეთ ძალიან მაღალი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობის, ჩვენ მივიღეთ სტრატეგიული თანამშრომლობის ხარისხი. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით ამ რეგიონიდან, რომელმაც მოაწერა ხელი ქარტია სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე. ეს იყო იანვარი 2009 წლის ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა ხელი ამას ვაშინგტონში და ეს ძალიან კარგად სტრუქტურული თანამშრომლობა, სტრუქტურულად ძალიან კარგად ჩამოყალიბებული თანამშრომლობა იყო. მილიარდები აქვს ჩადებული ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამყარებაში და იმის თქმა ეხლა რომ ჩვენ ახალი ფურცლიდან გვინდა დავიწყოთ ურთიერთობა, ეს ყველაფერს თავი რომ დავანებოთ უმადურობის გამოვლინებაც არის, ვინაიდან ესე იგი ჩვენ გამოდის რომ არ ვაფასებთ ყოველგვარი დახმარებას, იქნებოდა ეს სამხედრო აღმშენებლობა, ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციები, სამედიცინო დარგში ყველას გვახსოვს ჰეპატიტ A-თან დაფინანსებული მრავალასეული მილიონიანი პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ. ჩვენ ამას ვერ დავივიწყებთ. ჰუმანიტარული დახმარება, იმით რა ქვია, ხორბლით დახმარება, როდესაც 90-იან წლებში პრაქტიკულად შემშეგლის ზღვარზე ვიყავით. ამის დავიწყება არ შეიძლება. ხო, მაგრამ ეხლა თუ როგორ უნდა გამოვასწოროთ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან?
ვფიქრობ, რომ დეკლარაციების დრო აღარ არის. ყოველ შემთხვევაში მოთმინება ამერიკის შეერთებული შტატების იწურება. ვფიქრობ, რომ მეგობარი აქტი თუ ასე გააგრძელა ქართულმა ოცნებამ იქნება აუცილებლად სამწუხაროდ იქნება მიღებული. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა იმან, რომ ჰელსინკის კომისიის ხდომაზე კიდევ ერთხელ ძალიან ნათლად დადასტურდა ორპარტიული მხარდაჭერა ამ აქტის მიმართ. ავტომატურ რეჟიმში მან ვერ გაიარა სენატი, ვინაიდან იქ არის ერთი სენატორი, რომელიც ამას არ ეთანხმება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში არ არის. ის აუცილებლად იქნება მიღებული, მაგრამ დღეს ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტში ვფიქრობენ, რომ კიდევ არ არის ამოწურული შესაძლებლობები ურთიერთობების გამოსწორების და ამით უნდა ისარგებლოს აუცილებლად ქართულმა ოცნებამ, ვინაიდან ის ახალი ფორმატი, რომლის ჩამოყალიბებასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, 2+1, ანუ სომხეთი, აზერბაიჯანი პლუს ამერიკის შეერთებული შტატები, რაც დადგა რეალობად 8 აგვისტოს ხელმოწერილი დოკუმენტების შესაბამისად, ხო? იქ თურქეთსაც თავისი მნიშვნელოვანი როლი აქვს. თურქეთსაც თავისი, მაგრამ ეს 2+1 უნდა აუცილებლად გარდაიქმნას პლატფორმად 3+1. აქ საქართველოს თავისი ადგილი აქვს და მის მნიშვნელობაც ხდება როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთი და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის შანსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამას ისტორია მას არ აპატიებს. ამ შემთხვევაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეც უნდა ვახსენოთ რეგიონში რუსეთი, რას გააკეთებს და დაუშვებს თუ არა რუსეთი, რომ ჩვენ 2+1 ფორმატი შევცვალოთ და გახდეს ეს 3+1 ფორმატი და აი ამ სტრატეგიულ პარტნიორებსა და ზოგადად ეს სომხეთი რო ავიღოთ, გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენც რომ აი ამ გზას მიუბრუნდეთ, რამდენად შეგვიძლია ამ ეტაპზე ამის გაკეთება და გეოპოლიტიკურად რა ბერკეტი არსებობს რუსეთის ხელში იმისთვის, რომ ხელი შეგვიშალოს ამ პროცესში. მე ვფიქრობ, რომ ამის პროცესის შეშლა რუსეთს არ ძალუძს. სტრატეგიული თანამშრომლობა უნდა აღდგეს ჩვენს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ოღონდ აქ არ არის საკმარისი დეკლარაციები, აქ არის საჭირო ქმედებები, უკავშირდება სამაგიურ სიტყვას. არჩევნები, პატიმრები, კანონები. სომხეთს ამასთან ერთად აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უკვე გაფორმებული და ამაზე 8 აგვისტოს შეთანხმდნენ აზერბაიჯანი და ამერიკის შეერთებული შტატები, რომ დაიწყებენ მუშაობას ამ ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ეხლა რუსეთს რომ რამე შეძლებოდა პირველ რიგში შეუშლიდა ხელს ამ 2+1 ფორმატის ჩამოყალიბებას ვაშინგტონში. ამის შემდეგ მე ვერ ვხედავ ვერანაირ რესურსს რუსეთის რესურსს გულისხმობ, რამაც შეიძლება შეუშალოს ხელი ჩვენ მონაწილეობას ამ თანამშრომლობაში. და ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერთადერთი იმედი დღეს რუსეთის არის ტრამპი და მისი ადმინისტრაცია. ამიტომ ვერ აღუდგება წინ ის ტრამპის დაინტერესებას, რომ გააძლიეროს საკუთარი გავლენები სამხრეთ კავკასიაში, ვერ დაუპირისპირდება ამაში ტრამპს ვერანაირად და ეს არის ზუსტად იმ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, მაგრამ ამისთვის მხოლოდ დეკლარაციები და შეძახილები, რომ ეხლა ჩვენ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ და მზათა ვართ რომ დავჯდეთ, მზაობა ამ ურთიერთობების გამოსწორების გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ, ანუ ამ შემთხვევაში ქართულმა ოცნებამ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაადასტურებს, რომ ქართული ოცნება მზად არის რაღაც კომპრომისებისთვის, როგორც შიგნით პოლიტიკურ ველზე, ასევე გარეთ ჩვენ ალბათ აქვს პოლიტიკური ნებაც ამის გამოსახატავად. ხო, თუ პოლიტიკური ნება ამის არა ქართულ ოცნებას და არ გამოამჟღავნა ან საკუთარი ასე ვთქვათ მზაობა საიმისოდ რომ წავიდეს კომპრომისებზე, ვერანაირი განცხადებები რომ ჩვენ გვინდა ახალი ურთიერთობების დაწყება, ამ ურთიერთობებს ვერ გამოასწორებს და ამასთან ერთად ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან. ამას ისე ვიმეორებ, რომ ამ არც ქართული საზოგადოება და არც საქართველოს ისტორია ქართულ ოცნებას არ აპატიებს.
დიახ, თქვენ ახსენეთ სამი კომპონენტი, ერთ-ერთი იყო არჩევნები და ზოგიერთი ორი ამ შემთხვევაში პოლიტიკური გაერთიანება გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ირჩევენ სწორედ ამ გზით სიარულს და ამ გზით უპირისპირდებიან მართლ პარტიას ქართულ ოცნებას, თუმცა ამავე დროს 8 სხვა ოპოზიციური გაერთიანება ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმში რჩება. აი შიდა ამბები აი ამ კითხვით დავამთავროთ და მე ისევ საგარეო პოლიტიკას დავუბრუნდეთ, რომელი გზა უფრო მართლია და სწორია თქვენი აზრით და რომელი მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე ოპოზიციას, თუ კი მიიყვანს. მე ყოველთვის მხარს უჭერდი იმ აზრს, რომ რა თქმა უნდა ოპოზიციის ერთიანობა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საიმისოდ, რომ ჩვენთან დაიწყოს ცვლილებები ქვეყანაში, სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ჩემის აზრით ის, რომ ერთიანი ფრონტით გასულიყვნენ არჩევნებზე მთელი პოლიტიკური სპექტრი. თუ არა ეს, მაშინ ერთიანად უნდა გამოეცხადებინათ ბოიკოტი და არავინ არ უნდა გასულიყო და ის რეალობა, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ, არის ყველაზე უარესი ოპოზიციის და შესაბამისად საქართველოს მომავლისთვის. ეს ამან დაადასტურა ჩვენი სამწუხაროდ ოპოზიციის ფრაგმენტაცია, დაპირისპირება ერთმანეთთან და ეს რა თქმა უნდა ზდის ყოველი გადასახედიდან ზდის ქართული ოცნების შანსებს. ანუ ჩვენ მივიღეთ პარადოქსალური ვითარება. ოპოზიცია საკუთარი ქმედებებით ხელს უწყობს ქართული ოცნების გაძლიერებას, ქართული ოცნება საკუთარი დაპირისპირებებით გუნდის შიგნით და ამ დაჭერებით და ასე ვთქვათ ამ მოლოდინებით, ამ წინააღმდეგობებით უჭერს მხარს ოპოზიციას, ხოლო მთლიანად ქვეყანა უფრო ღრმად ვეფლობით პოლიტიკურ კრიზისში. ეს არის სამწუხარო რეალობა დღეს. კი ბატონო. ახლა კი შეგვიძლია ისევ დაუბრუნდეთ საგარეო პოლიტიკას. უკრაინის ფრონტის მახლობლად პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე იყო საკმაოდ ცხელი ამბები, სულ რაღაც 2 დღის წინ ნახეთ, რომ რუსეთმა, როგორც ამას რუსეთში ამბობენ შემთხვევით, თუმცა ამის ნაკლებად შეერათ დასავლეთში, რომ რამდენიმე რუსულმა დრონმა გადაკვეთა პოლონეთის საზღვარი და იყო გუშინ გვიან ცოტა შედარებით იყო ასევე ინფორმაცია, რომ რუმინეთის საზღვარზეც დაფიქსირდა რუსული დრონი. ნუ რუსული არა, ირანული შაჰედის ტიპის დრონებია, თუმცა რუსეთის მფლობელობაში, მათ თავდაცვაში. რა სავალალო შედეგამდე შეიძლება მივიდეს ეს ვითარება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა თითქოს თლად არ მოიბოდიშა, მაგრამ დაახლოებით წინანული გამოხატა სავით და თქვა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ პოლონელ კოლეგებთან იმის დასადგენად, თუ რა მოხდა რეალურად საზღვარზე. თუმცა პოლონეთის მთავრობამ, ესე რომ ვთქვათ, განგაშის ზარი შემოსხო და ნატოში დიდად აი რა რეაქცია მოყვა, საერთოდ საკითხავი იყო. თქვენი აზრით, სანამდე შეიძლება მივიდეს ეს მდგომარეობა ზოგადად? ფაქტია, რომ ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, საკითხავი არის ის, რატომ ეხლა? მე ვფიქრობ, ამაზე ჩვენ შეიძლება შემდეგი პასუხი გავცეთ, რომ ალბათ რუსეთი გძნობს, რომ ხდება უფრო ძლიერად კონსოლიდირება დასავლეთის პოზიციის რუსეთის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდაჭერის კონტექსტში და თანდათანობით, ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციაც უახლოვდება ევროპელების პოზიციას, რომლებიც ძალიან მკაფიო და ძალიან ხისტად გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში, იმისთანა ლექსიკონი გვესმის ჩვენ რუსეთთან დაკავშირებით, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ასე შემდეგ, რომელიც ადრე იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი. სხვათა შორის აქ უნდა გაუსვა ხაზი გერმანიის აბსოლუტურად ახალ როლს ამ სიტუაციაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვალწინ ყალიბდება ძალიან სერიოზული, სოლიდური ევროპული მასშტაბის და შეიძლება ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბის ლიდერი, კანცლერ ფრიდრიხ მერცის სახით და რუსეთმა გარკვეულწილად მოახდინა ტესტირება, ვთქვათ, აი ამ სოლიდარობის. მე მგონი მან მიიღო შესაბამისი პასუხი, იმიტომ რომ მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში, როდის იყო ბოლოს გააქტიურებული ვაშინგტონის ხელშეკრულების 1959 წლის მეოთხე მუხლი, რომელიც არის პრაქტიკულად ყვითელი, ანუ შუქი ანთებული წითელამდე
ბოლონავიჩი, ხომ? ესე იგი კონსულტაციები ჩატარდა, გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, გაძლიერდა საზღვრის სპეციალური პროგრამით საზღვრის დაცვის რეჟიმი პოლონეთის ბელორუსთან და საერთოდ აღმოსავლეთი ფრონტი ნატოსი და ამის შემდეგაც ჩვენ ვიხილეთ ის რომ რუსეთმა გაკონტროლოთ შეარბილა საკუთარი რიტორიკა. ეხლა ეს იმითაც არის განპირობებული, მე ვფიქრობ, რომ ბოლომდე არ უგიძგოს ასე ვთქვათ ევროპისკენ ტრამპს რუსეთმა საკუთარი ქმედებებით. იმიტომ რომ პრაქტიკულად ასეთი პროვოკაციები არნაირი საშუალებას ტრამპს სამანევროდ რუსეთის ფედერაცია არ უჭერს. ვფიქრობ, ეს კარგად გაიაზრეს, მაგრამ თავარი ახლა არის ის, რომ ამას მოყვეს შედეგები. შედეგები უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ გაძლიერდეს უკრაინის მხარდაჭერა, ვინაიდან თავარი გარანტია დღესდღეობით ევროპელების თავისუფლების, სუვერენიტეტის არის პირველ რიგში უკრაინის ჯარი. თუ უკრაინა სრულად დაეპატრონება საკუთარ საჰაერო სივრცეს, ეს იქნება პირველი გარანტია საიმისოდ, რომ ასეთი პროვოკაციები იქნება აღკვეთილი საფუძველში. მე ვფიქრობ, ევროპელები ამას ძალიან კარგად ხვდებიან. სხვა შორის ამასთან დაკავშირებით ტრამპმაც გამოხატა კრიტიკა, მათ შორის ევროპის მიმართ და მისი განცხადება რომ წავიკითხო სანქციები რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ საკმარისად კაცრი არაა ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ ნავთობს ყიდულობენ რუსებისგან ამასთან დაკავშირებით ასევე 2 დღის წინაც გავრცელა განცხადება დონალდ ტრამპმა და თქვა რომ მზად არის საკმაოდ მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთს იმ პირობებში თუ კი ევროკავშირი და მისი პარტნიორები შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის შეძენას. Მოკლედ ეს ნავთობი გახდა რაღაც წყალგაყოფი ზღვარი ტრამპის სანქციების მიღებასა და არ მიღებას შორის რუსეთისთვის. თქვენი აზრით მისი ეს განცხადება რას ემსახურება და რა შედეგი შეიძლება გამოიღოს აი უახლოეს მომავალში? ჩვენ ბევრი განცხადება ვიხილეთ ბატონი ტრამპის, რომელიც შემდგომ ან მათი აღსრულება გადაიდო, ან სრულიად არ აღსრულდა შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში რო შევაჯამოთ ასე ვთქვათ და შევაფასოთ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, მისი ასე ვთქვათ ის ვითარდება სწორი მიმართულებით, რომელიც უფრო და უფრო უკავშირდება ევროკავშირის დამოკიდებულებას ამ პროცესების მიმართ და ევროკავშირის დამოკიდებულება ძალიან ცხადი ხდება, ხო? ეს არის უკრაინის დახმარება, ამ დახმარების გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაც. ახლა რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, ეს პირველ რიგში უნდა იყოს მიმართული მისი ევროპული მეგობარის მიმართ, ბატონ ორბანს გულისხმობ, რომელიც აგზელებს ყოველ შემთხვევაში ცდილობს რუსეთიდან შეიძინოს ნავთობი, რაც უფრო და უფრო რთული ხდება, იმიტომ რომ ვერ ფუნქციონირებს გასაგები მიზეზების გამო ნავთობსადენი უკრაინის ტერიტორიის გავლით, რომელსაც რუსეთი აწვდიდა ნავთობს უნგრეთს. სხვათა შორის უნგრეთის მთავრობამ უკვე დადო რაღაც ხელშეკრულებები ალტერნატიული წყაროებიდან ნავთობის მოზიდვის თვალსაზრისით. ეხლა მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის თანხმობით ამის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა გარკვეული თანხები საერთო ჯამში სხვადასხვა მუხლი ერთად რო შევაჯამოთ, ეს არის დაახლოებით 1 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ჩაიდო ამერიკის ახალ ბიუჯეტში მომავალი წლის, რომელიც იქნება განკუთვნილი უკრაინის მხარდაჭერისთვის. ეს არ არის მხოლოდ მიყიდვა იარაღის ევროპელების ხარჯზე. ეს არის საკუთრივ ამერიკელების მიერ დადასტურებული დახმარება პირდაპირ უკრაინელების მხრივ. რა თქმა უნდა, ეს არ არის 60 მილიარდი, რომელიც ადრე იყო, ხო, ეს 1 მილიარდია მხოლოდ, მაგრამ თავისთავად ეს მე ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამყარებს ჩვენ ვარაუდს საიმისოდ, რომ ტრამპის პოლიტიკა იქნება უფრო თანმიმდევრული და უფრო მხარდამჭერი უკრაინის მიმართ და უფრო მკაცრი რუსების მიმართ. ყოველ შემთხვევაში ყველაფერს აკეთებს პუტინი საიმისოდ,
რომ ტრამპმა რუსეთის მიმართ სანქციები გაამკაცროს. მეტად გაამკაცრდეს და მინიმუმ რაღაც მომლაპარაკებლად აღარ აფიქვა საომავლოდ ალბათ ამასაც ხო, ნუ მცდელობა ჩვენ ვიხილეთ, ხო? მაგრამ ნუ ვერ დაიკვეხნის ვერც სტივ ბიტკოფი, იმით რომ მან რაღაცას მიაღწია ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამასთან დაკავშირებით ილუზიები ჩვენ არ ქონდა, იმიტომ რომ ეს არ არის საუკეთესო ფიგურა რუსეთთან მოლაპარაკებების თვალსაზრისით. ბევრი სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, მაგრამ ნუ საერთოდ ტრამპიც წუნდება თანდათან და ისევ ამბობს, რომ პუტინი უწყობს ხელს ამაში, რომ ის გახდეს უფრო თანმიმდევრული მხარდამჭერი ზელენსკის და უფრო მკაცრი კრიტიკოსი პუტინის. ხო, სანქციებზეც ვისაუბროთ კიდევ ერთხელ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 6 თვით კიდევ ერთხელ გაახანგრძლივოს სანქციების რეჟიმი რუსეთის წინააღმდეგ, ნუ ყოველ 6 თვეში ერთხელ განიხილავენ აი ამას და მათ შორის უნგრეთიც იყო, ვინც დაეთანხმა ამას და უკვე ვეღარ გამოთქვა წინააღმდეგობა, თუმცა რუსეთმა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრესპიკერმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ სანქციების, ზოგადად სანქციებს და მათ სიმძიმეს არ აქვს მნიშვნელობა რუსეთისთვის, რუსეთი მაინც გააგრძელებს თავისი დასახული მიზნებისთვის ბრძოლას. აქ რამდენად მართებულია თავის მხრივ პესკოვის ეს განცხადება, რამდენად მოქმედებს ან არ მოქმედებს სანქციები რუსეთზე და ასევე ევროკავშირის პოლიტიკაც რომ იმოვიხილოთ სანქციების ჭრილში, რამდენად ეფექტურია საერთოდ ეს მექანიზმი, რომელიც ამ დრომდე ჯერ კიდევ მოქმედებს რუსეთის წინააღმდეგ. ნუ ალბათ რო შევაჯამოთ ზოგადად. ხო. ნუ ჯერ უკვე 18 პაკეტია მიღებული სანქციების და მე-19 პაკეტზე მუშაობს ახლა ევროკავშირი. ამას ემატება ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების და მისი მზადყოფნა, რომ კიდევ უფრო გაამკაცროს თან სინქრონში ევროპელებთან ერთად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერთობლივად შეთანხმდნენ სანქციურ პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში. მაგრამ რუსეთი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდა ამ სანქციების შედეგად. ნუ ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც იყო განსაზღვრული 1.2 ტრილიონი რუბლით წელს, უკვე ამან მიაღწია 5 ტრილიონს დაახლოებით და გაიზრდება, როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, 7-8 ტრილიონამდე. ესე იგი, რუსეთის ბიუჯეტი მთლიანად წარმოადგენს 40 მილიონ რუბლს. შესაბამისად, უბრალოდ ამ ციფრების შედარება ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას რუსეთი. მთელი დარგები ვარდება და ჩერდება დღეს რუსეთის ეკონომიკაში. ყოველ შემთხვევაში პესკოვი ძალიან კარგი იქნება, თუ ვიდრე ამისთანა განცხადებებს გააკეთებს, შეეკითხოს ფინანსთა მინისტრს ბატონ სილუიანოვს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ქალბატონ ნაბიულინას. ისინი კარგად აუხსნიან, თუ რა სახიფათო მდგომარეობაში და რა სახიფათო ფაზაში შედის დღეს რუსეთის ეკონომიკა. პრაქტიკულად ეწურება ყველანაირი რესურსი რუსეთს, ფინანსური რესურსიც მათ შორის და ეს ფრონტს უახლოეს მომავალში ეტყობა და პრინციპში უკვე ეტყობა კიდევაც. აი წარმოიდგინეთ, რომ აი ამ კონტრაქტების გადახდაში რუსეთი ხარჯავს ყოველწლიურად მხოლოდ 2 ტრილიონ რუბლს. ეხლა იმ ციფრებთან შედარებით რო გავიხსენოთ, ხო? ეს არის უზარმაზარი თანხები და სხვაგვარად მას ეს საზარბაზნე ხორცი ელევა. ესე იგი, მოხალისეებად არავინ არ მიდის იქ საომრად, იმიტომ რომ პრინციპში რუსეთის მოსახლეობასაც არ ესმის რისთვის და რატომ უმობენ უკრაინაში, ხო, უცხო ქვეყანაში, რომელიც როდესღაც იყო საკმაოდ ახლოს რუსეთთან. ხო, ამიტომ ეს ყოველივე ფიქრობ ძალიან რთულ ფაზას უქადის რუსეთს და ასე ხელაღებით, ასე ვთქვათ, გასაგებია იდეოლოგიურად ჭირდებათ ეს რუსებს, რომ გაამხნევონ, ასე ვთქვათ, საკუთარი მოსახლეობა, მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია. კი ბატონო, მადლობა დიდი ბატონო ვალერი. ამით ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკი შეიძლება თქვას, რომ დასრულებულია. ჩვენი სტუმარი კი იყო სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვალერი ჩეჩელაშვილი. მასთან ერთად მე მოვიხილეთ ყველაზე აქტუალური პოლიტიკური მოვლენები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ახლა კი მცირე სარეკლამო პაუზის დროა, რომლის შემდეგაც უკვე გადაცემის მეორე ბლოკში სხვა სტუმართან ერთად კვლავ პირდაპირ ეთერში დაგებრუნებით, ამიტომ არ გადაერთოთ.
მოგესალმებით კიდევ ერთხელ გიბრუნებით ეთერში, ვაგრძელებთ დღის ნიუსრუმს და ვაგრძელებთ უკვე გაცემის მეორე ნაწილს, რომელშიც სტუმრად გვყავს ლანა გალდავა, ლელოზლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ასევე თბილისის საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის ოლქიდან. მოგესალმებით ქალბატონო ლანა, მადლობა მომბრძანებისთვის და მოკლედ დავიწყოთ საუბარი თქვენს წინა საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით. Როგორც ვიცით, დღეს არის პრეზენტაცია, რომელიც საარჩევნო პროგრამას გააცნობს საზოგადოებას და ასევე საინტერესო იქნება თქვენი გეგმები, მოდით მოკლედ მოვიხილოთ და მე უკვე გადავალ სხვა პოლიტიკურ საკითხებზეც. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს, მივესალმებით მსმენელებს, მინდა გამოვიყენო შემთხვევა და მივულოთ სასწავლო წლის დაწყება ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს განსაკუთრებით პირველ კლასელებს, პირველ კურსელებს, რომლებისთვისაც პირველად იხსნება დღეს სასწავლო დაწესებულებების კარგი და ახალ ეტაპზე გადადიან ცხოვრების, რა თქმა უნდა, ბევრი პრობლემატიკა არსებობს ამ მიმართულებით. დღესაც ჩვენ დილით უკვე ჩვენი მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე იწყებს ბრიფინგით იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია სკოლებში უფასო კვება, აუცილებელია რომ ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, აუცილებელია ის, რომ ახალ წელს ბავშვები ონლაინ რეჟიმში არ ხვდებოდნენ და სკოლები, რომლებიც არის აბსოლუტურად მოუწესრიგებელი და სარემონტო მდგომარეობაში შეკეთებული დახვედროდათ. ამის შესახებაც გვაქვს დღეს, რა თქმა უნდა, გამოხმაურებები, მაგალითად ნაძალადების სკოლები, რომლებიც ვერ გაიხსნა. ამიტომ უამრავი პრობლემაა ამ ქვეყანაში, უამრავი პრობლემაა ქალაქში და საჭირო არის ამ მიმართულებით ადამიანები მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, გქონდეთ სწორი ხედვები. რაც შეეხება ძლიერი საქართველოს ლელოს პროგრამას, ჩვენ საღამოს გვექნება პრეზენტაცია. ეს არის პროგრამა, რომელიც ეხება ბევრ მიმართულებას და მორგებული არის ჩვენი თანამოქალაქეების საჭიროებებზე. განსაკუთრებით არის ყურადღება გამახვილებული უსაფრთხოების ნაწილზე, უსაფრთხოება, სადაც არის ჩაშლილი მაგალითად ავარიული შენობების პრობლემა, ჩაშლილი არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მთავარი მიმართულებები და ხედვები. ეს არის მიუსაფარი ცხოველების პრობლემის აღმოფხვრა, არის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებით გადასადგმელი ნაბიჯები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ხედვები ჯანდაცვის მიმართულებით, იმისათვის, რომ არსებობდეს წელში გამართული ჯანდაცვის სისტემა, ოჯახის ექიმი, მაღალხარისხიანი, კარგად დანაზღაურებადი ყველა სოფელში, ყველა ქალაქში არსებობდეს მედიკამენტების უფასო ჩამონათვალი ან შეღავათიან ფასებში პენსიონერებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ეს არ არის რაღაც ილუზიები, ეს არის აბსოლუტურად შესაძლებელი. მაგალითად, თბილისის ბიუჯეტი არის საკმაოდ ნორმალური მასშტაბის იმისათვის, რომ თანხების გამათავისუფლების შემთხვევაში ეს უაზრო ბიუჯეტის ხარჯვა, ნეპოტისტური კორუფციული, რომ ჩაიხსნას, ეს თანხები ძალიან კარგად გადანაწილდება როგორც პენსიონერების საჭიროებებზე, ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებზე და რა თქმა უნდა, ახალი სამუშაო ადგილები, 200,000 სამუშაო ადგილი სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რაც თავის მხრივ შეაჩერებს ემიგრაციას, შეაჩერებს ახალგაზრდების გადინებას, ამისთვის საჭირო არის ინფრასტრუქტურული პროექტები, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის საჭირო არის ინვესტიციების შემოდინება, ინვესტიციებისთვის საჭირო არის პირველ რიგში ისეთი გარემო, სადაც პოლიტიკური ნება იქნება დაფიქსირებული, რომ დემოკრატიულ ფასეულობებს იცავდა თავისუფალი სასამართლო. კი ბატონო, ერთ შეკითხვა მაქვს. ზოგადად ყველა პარტია და პოლიტიკური გაერთიანება წინა საარჩევნო საკუთარ კვლევებს ატარებს ხოლმე, რომლის თანახმადაც დაახლოებით წარმოიდგენს ხოლმე თუ რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. ჩაატარეთ თუ არა თქვენ ასეთი კვლევა და თუ კი ჩაატარეთ, ხომ არ გაგვიმხელდით რამდენი პროცენტი შეიძლება მიიღოს თქვენმა კანდიდატმა აღმოჩნდა? ჩვენ პერიოდულად, რა თქმა უნდა, ვატარებთ ასეთ კვლევებს, მაგრამ ახლა მე თქვენ დღეს ვერ გეტყვით ზუსტად ჩვენი კვლევის შედეგებს. ველოდებით თუ არა ახლო მოვალში? რაც შეეხება ყველაზე კარგ კვლევას, ეს არის ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, ყოველდღიური ურთიერთობა როგორც თბილისში, ასევე ყველა ქალაქსა და სოფელში. მე მიწევს ყოველდღიური ურთიერთობა ხალხთან, მიწევს როგორც მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს, მიწევს ასევე იმ საკურაციო სფეროში, რომელიც მაგდა, ეს არის ქვემო ქართლი. ამავდროულად მე ვარ ადამიანი, რომელიც გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ხვდები ხალხს ყველგან და ვიცი მათი საჭიროებები, ვიცი ერთი რამ, რომ აუცილებელია ოპოზიციური ხმის არსებობა თვითმმართველობაში, აუცილებელია რომ ხელი არ შეეწყოს ქართული ოცნების ერთპარტიულ ჩაბეტონებას, აუცილებელია რომ ის ბიუჯეტი, რაც არის ხალხის ფული, გადასახადების გადამხდელების ფული, ან ჩვენი ფული, ასე პირდაპირ არ გადაულოცო ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ მათ რაც უნდათ ისაკეთონ ნეპოტისტურად და კორუფციულად,
ქალაქ თბილისში კიდევ უკეთესი ვითარებაა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ვითარება არის ქალაქ თბილისიდან შორს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც უბრალოდ ოპოზიციური ხმა რომ არ არსებობდეს თვითმმართველობებში, ეს ადამიანები საერთოდ დარჩებიან დაუცველები. ამიტომაც ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ თავარი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საგარეო ვექტორი იყოს დაცული და განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ანუ ევროკავშირი, ევროატლანტიკური მიმართულებების აუცილებლობა და დაცულობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების, მაგრამ ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი არის ის საჭიროებები, რაც გაგვაჩნია, რომ ვიღვიძებთ იმ მომენტიდან, მაგალითად, როდესაც ვუშვებ ჩემს შვილებს სკოლაში, მე მინდა დაწუნებული ვიყო იმაში, რომ ის ინფრასტრუქტურა, მაგალითად, სატრანსპორტო იქნება გამართული, ჩემი შვილები რაღაც გადმოვარდნილ ავარიული შენობიდან რაღაცის მსხვერპლი არ გახდებიან, მე მინდა ვიცოდე რომ ჩემს შვილს სკოლაში შეიძლება ჰქონდეს ან მის ანატოლებს უფასო ყვება, ამავდროულად მინდა ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ პირველადი ჯანდაცვა იქნება მოწესრიგებული და ამ ყველაფრის გარანტია, რა თქმა უნდა იყოს პოლიტიკოსები, უნდა იყოს ჩართულობა მაქსიმალური ხალხის და ხალხის საჭიროებებზე უნდა იყოს პოლიტიკა მორგებული. დიახ, თქვენი საუბრით ხალხის განწყობებზე თბილისშიც და რეგიონებშიც, თუმცა, მთავარი კანდიდატი თბილისში გყავთ, ბუნებრივია ირაკლი კოპრაძის სახით, თუმცა რეგიონებში არის არაერთი და ძალიან ბევრი დასახლება და ქალაქი, სადაც არ არის ოპოზიციური კანდიდატი დაყენებული მმართველი პარტიის კანდიდატის საპირწონედ, რით ახსნით ამ გადაწყვეტილებას, რატომ მხოლოდ ცალკეული დასახლებული პუნქტები და რატომ არა მთლიანად საქართველო, თუ კი ვიღებთ დაუშვათ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რატომ მხოლოდ ცალკეულ პუნქტებში? ქვეყანაში არის 64 ოლქი, ხომ? 64 დამოუკიდებელი არჩევნები ტარდება. ძლიერ საქართველოს ლელოს თავისი წარმომადგენლები ყავს, სულ არის 3000-ზე მეტი უბანი და შეუგზებელი ამ შემთხვევაში არის 203-მდე უბანი. ანუ წარმოიდგინეთ რა მასშტაბზე არის საუბარი, მაგრამ აქაც ქართული ოცნების მიერ ნაწარმოებ პოლიტიკასთან აქვს, ცუდ პოლიტიკასთან საქმე. ანუ რა თქმა უნდა დიდი მადლობა იმ ხალხს, რომლებიც პარტიულ მშენებლობაში, პარტიულ საქმიანობებში იღებენ მონაწილეობას, მაგრამ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანები, რომლებსაც იშინიათ პარტიულ ინფრასტრუქტურაში ჩაბმის. არის ასეთი სპეციფიკის რაიონები, მაგალითად არის აი ამ ჩამონათვალში რაიონები, სადაც არის 4-5 ადამიანი ამომრჩეველი, რომელთა შორისაც უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია პოვნა ადამიანის, რომელიც იქნება შენი წარმომადგენელი, მაგალითად საარჩევნო უბანზე, რომელიც კილომეტრებით არის დაშორებული. ასევე არის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები, სადაც იმდენად დიდი არის ენობრივი ბარიერი, რაც თავის მხრივ სახელმწიფოს პრობლემაა, იმიტომ რომ ქართული ენის სწავლება, პედაგოგების გაგზავნა, ის პროგრამები, რაც აუცილებლად არის განსახორციელებელი, არ ხორციელდება. ამიტომ მათი ჩართულობა ასევე პარტიულ ნაწილში არის ნაკლები და რა თქმა უნდა ზეწოლა ამ ადამიანებზე. თუმცა ეს ენობრივი ბარიერი ქართული ოცნებისთვისაც ხომ არსებობს რეალურად. ისეთ რა არის, ქართული ოცნება წარმოადგენს მმართველ გუნდს. მმართველ გუნდს ყოველთვის აქვს რესურსი, რაც არის როგორც ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს და ასევე მმართველ გუნდს მათ და მათ მიერ წარსულში ნაწარმოებული პოლიტიკით ყოველთვის აქვს ზემოქმედების ძალიან მძლავრი ინსტრუმენტები. ეხლა მე რო ვახსენე ქვემო ქართული არ მოხსენე ისე, იმიტომ რომ ჩემი პოლიტიკური კურაცია ასევე ხორციელდება ქვემო ქართლში არჩევნების დღესაც 2024 წელს ყველაზე მძიმე ვითარება იყო მარნეულში, მე ვიმყოფებოდი იქ საარჩევნოებაზე ბოლომდე და თქვენ ნახეთ ხო რა თავპირის მტვრევა და რეები მოხდა შემდეგ უკვე ნიღბიანები ფორმალური თუ არაფორმალური ყველანი დაგვიყვება. აი არის სპეციფიკური ისეთი რაიონები საქართველოში, სადაც უბრალოდ იმის გამო რომ მათზე ხორციელდება ძალიან დიდი ზეწოლა, უბრალოდ ადამიანებს ვერ ნახავთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე 3000-ზე მეტ უბანზე არის საუბარი მთელს ქვეყანაში, მაგრამ ამ შემთხვევაში არის 200-მდე რაღაც უბანი აუთვისებელი. სამწუხაროა, მაგრამ მოცემულობა არის მცირე და ეს რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მყოფი პარტიის პასუხისმგებლობაა.
კი ბატონო, 4 ოქტომბრის გეგმებზე მოგვიანებით კიდევ შეიძლება კვლავ ვისაუბროთ, მანამდე კი მოდით შევაფასოთ დაკავებების სერია, რომელიც ნახეთ 2 დღის წინ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თანაც ახლო წარსულში იყო ეს ადამიანი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებით და ასევე ამავე დღეს დააკავეს ნაციონალური მოძრაობის პოლიციის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს პირველ რიგში ვთქვათ ეს ორი დაკავება ერთმანეთს და ასევე ცალკე ბურჭულაძის შემთხვევაში ამაზე დავიწყოთ საუბრით. ამბობენ რომ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი კადრია, ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში და შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო დაპირისპირებას უკავშირდებოდეს მისი დაკავება, აი ამ ამბავს როგორ შეაფასებდით? Ოცით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების წიაღში არის დაპირისპირებები. სწორედ ამ დაპირისპირებების გამოვლინება არის დაკავებების სერია. ქართულმა ოცნებამ დღეს გაიგო, რომ არსებობს მაღალი დონის კორუფცია ქვეყანაში. ჩვენ ძლიერი საქართველოს ვნებო, ამას ვამბობთ უკვე რამდენი წელია და გვაქვს მტკიცებულებები ყოველჯერზე. გარდა ამისა, ევროკავშირის 9 შესასრულებელი რეკომენდაციიდან ერთ-ერთში ჩაშლილი არის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის აუცილებლობა. და სწორედ ლელოს ხედვა გახლდათ ის, რომ უნდა არსებობდეს არა ანტიკორუფციული სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში, იმიტომ რომ მისი მანდატის არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ანტიკორუფციული უწყება უნდა არსებობს ეს დამოუკიდებელი სახით, რომელიც იქნება აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკური ინსტრუმენტად გამოყენებისაგან. ახლა დღეს მოუნდათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და გამოიტანეს რაღაც საქმეები, ასე უნდათ ეს ყველაფერი დაარქივებული და შემდეგ როდესაც პოლიტიკური მომენტი დგება, ზეწოლის ინსტრუმენტად იყენებენ. ამიტომ თუ რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდათ, თავის დროზე საქართველოს პარლამენტში, როდესაც ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტები, იმისთვის უნდა მიეცათ დღის შუქი და არ დაიბლოკათ ბიუროდან დაწყებული ყველა ეტაპზე, რა ეტაპებიც უნდა ქონდა კანონპროექტებს გასავალი. და ახლა რაც შეეხება უშუალოდ ბრძოლას, ეს ბრძოლა არის ფასადური, ეს ბრძოლა არის გამოყენებული პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტებად, ეს ბრძოლა უკავშირდება თვითონ წიაღში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, სხვა მხრივ ამ ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი არ აღმოფხვრილა და სწორედ კორუფცია და ნეპოტიზმი განსაკუთრებით თვითმმართველობებში ყოველდღიურად სახეზეა, რა ხდება, როგორ ჭამენ ხალხის ფულს და რეალურად ამის დემონსტრირებასაც აკეთებენ, იმასაც ვერ ხვდებიან, რომ ბიუჯეტი არ არის მათი პირადი სარგებლობის ფული. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის დაკავებას, მე როგორც იურისტმა აბსოლუტურად ვერ დავინახე სამართლებრივად გამართლებული ბრალი. თუ ადამიანს აკავებენ რაღაც დაპირებებთან დაკავშირებით, მაშინ გავიხსენოთ ქართული ოცნების დაპირებები 5 მილიონი მაგალითად ყველა სოფელს. მაგალითად წინასაარჩევნოდ ვალების და დავალიანებების ჩამოწერის დაპირება. მხოლოდ დაპირება არა, შესრულება. მაგალითად შეწყალების ინსტრუმენტის დაპირება, ამნისტიის შესახებ დაპირებების გაცემა, რაც სრულდება მათ შემთხვევაში, ხო? ეხლა როგორ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე ქართული ოცნებისთვის დაპირებები არ არის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედება და ლევან ხაბეიშვილმა სადღაც რაღაც უნდა აანონსა, ეს არის კრიმინალური ქმედება. მე ვერ ვნახე რეალური მტკიცებულებები იმისა, როგორც იურისტმა, რომ ეს რაღაცა შემადგენლობა იყო დანაშაულებრივი შემადგენლობა, ან დამთავრებული დანაშაული, ან მის გაჟღერებას რაიმე შედეგი მოყვა. იგივე იდენტური დასრულებული და დაპირებული შესრულებული ქართული ოცნების მხრიდან ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ ამის შესახებ დაიჭილი არავინ არ გვინახავს. აი იმიტომაც არის რომ ქვეყანაში პოლიტიკოსების მიმართ ყველა ეს შეწყალებების ნაწილის მაგალითად აქვე აღნიშნავ ხო ჩვენი პარტიის დამფუძნებლების და ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალებასაც ორჯერ შემოგთავაზეს ღიად, ორჯერ ვეუთხარით უარი და შეწყალებაც გამოიყენეს დაპირისპირებისთვის და შეწყალებაც გამოიყენეს ამ ოპოზიციის შორის და ხალხის თვალში რაღაც ეჭვების გასეჩენად. სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს მაგიტომაც მინდა. აი ორი წუთი გვაქვს დარჩენილი და ბარემ მკითხავთ უშუალოდ 4 ოქტომბრის გეგმასთან დაკავშირებით თქვენი პროგნოზი რა არის და რას აპირებთ? აი ზოგიერთი ოპოზიციური პარტია, ვინც ბოიკოტში იმყოფება, ისინი აპირებენ მასშტაბურ საპროტესტო აქციის დაანონსებას და შეიკრიბებიან კიდევაც ამ თარიღზე და თქვენი გეგმა არის ის, რომ მოიწიოთ აუმორჩევლები საარჩევნო უბნებზე, რათა ხმა მოგცეთ თქვენ. არჩევნებმა ჩაიარა და დადგა შედეგი.
არ აქვს მნიშვნელობა რომელი შედეგი თქვენი გეგმა როგორია და როგორ მოიქცევით ამის შედეგი. პირველ რიგში ახლა მაყურებელმაც და მსმენელმაც უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ძლიერი საქართველოს ლელო ოპოზიციის ოპოზიციაში არ ვიქნებით, მათ არჩეს ბრძოლის საკუთარი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ჩვენ ვამბობთ, რომ გამოსაყენებელია ბრძოლის ყველა ფორმა, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პროტესტის მონაწილეობისგან უარევთ, თქვით, ჩვენ ვართ ყველა პროტესტში, რომლის მიზანიც გახლავთ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა, რომელიც არის ამ ქვეყანაში სამართლიანობის დასაცავად, მაგრამ არ ვიქნებით ისეთ შეკრებებზე, რომელიც მთავარი მოთხოვნაც არის არჩევნების ბოიკოტირება ან ოპოზიციის შიგნით რაღაც წინააღმდეგობების დათესვა და გახლეჩვაზე არ არის ორიენტირებული. ამიტომ თუ თქვენ საუბრობთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვართ წლები ბრძოლაში. კონკრეტულად ერთი თარიღის დაკიდება არის შეცდომა ჩვენის გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ბრძოლა არის განგრძობითი ხასიათის, ბრძოლა ხდება მუდმივად და ბრძოლის ეტაპები არის როგორც ქუჩის პროტესტი, ამავდროულად ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ თავარი ბრძოლა საპარლამენტო არჩევნების სახით ძალიან მალე ჩაინიშნება და გვიქნება მონაწილეობა ამაში მისაღები, მაგრამ ვადამდელ საპარლამენტო ხელახალ საპარლამენტოს გულისხმობთ, მაგრამ ჩვენ ვერ ხვდებით, რატო უნდა დაუთმო მეტად თბილისი ქართულ ოცნებას მაშინ, როდესაც აქვს საგანგაშო რეიტინგი, მაშინ, როდესაც კახი კალაძეს აქვს ბარიერი გადასალახი 50+5 ასაღები და ამის რეიტინგი სადღაც 25-დან 22%-ზე არის ჩამოსული. ეს არის ძალიან ისეთი მოცემულობა, როდესაც ძალიან რეალურია მეორე ტურის დადება. ამავდროულად პროტესტში ვერ მონაწილეობს ადამიანები სხვადასხვა მიზეზით. ეს არის 5000 ლარიანი ჯარიმა, არიან ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, არიან საჯარო მოხელეები, რაღაცნაირად დამოკიდებულები ბიუჯეტზე. და ამ ადამიანებს თავის მოქალაქეობრივი ვალის შესრულება უნდა საარჩევნო ყუთებთან. ამიტომაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვიქნებით ყველგან, ეს არის პარალელური ბრძოლის ფორმები, სადაც მივიჩნევთ, რომ ყველა პროტესტი, სადაც ჩვენ ვიქნებით, იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი. გასაგებია, მადლობა დიდი ქალბატონო ლანა. მადლობა მოწვევისთვის. ამით ჩვენი დღევანდელი დღის ნიუსრუმი შეიძლება ითქვას დასრულებული. აურსტუმართან ერთად ვისაუბრეთ საინტერესო ამბებზე პოლიტიკურ ველზე და ჩვენი გაცემის მეორე ბლოკის სტუმარი იყო ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა და ამით შეიძლება უკვე ითქვას, რომ უნდა დავემშვიდობოთ მაყურებელს. მე თქვენ გემშვიდობებით საღამო საინფორმაციო გამოშვებამდე, მანამდე კი ჩვენი ტელეარხის ეთერს გააგზავნებს 12 საათიანი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც ნინი დავითაძე გაგაცნობთ. მანამდე კი მე გემშვიდობებით დროებით.